კანადა ქვეყანაში ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წევრების შემოსვლას უარყოფს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი საუბრობს. ამას წინ უძღოდა ოტავას მიერ ირანის საფეხბურთო ფედერაციის დელეგაციის რამდენიმე წევრისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა, რადგან ისინი წარსულში ამ ტერორისტული დაჯგუფების წევრებს შორის ირიცხებოდნენ. შედეგად მათ ტორონტოს აეროპორტში შესვლის უფლება არ მიეცათ, რის გამოც ისინი მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვანკუვერში ჩანიშნულ შეკრებას გამოტოვებენ. ჩვენი სისტემის გათვალისწინებით მე არ შემიძლია კონკრეტულ ინდივიდებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება, თუმცა შემიძლია კონკრეტული ფაქტების შესახებ გავუძღვით. კერძოდ, ტერორისტულ ორგანიზაცია დასახელებული ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსის წევრებს ეკრძალებათ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა და ისინი ვერ შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში. ამ მხრივ სერიოზულ სკრინინგს ვატარებთ და ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს, ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ დაჯგუფების არც ერთი წევრი ჩვენს ქვეყანაში არ შემოსულა. ამასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა შესაბამისი ზომები. ამ აკრძალვის ფარგლებში ჯამში ჩვენ გუშაქთა კორპუსის 20,000 წევრს ავუკრძალეთ შემოსვლა. ირანული საინფორმაციო სააგენტო ტანსიმის ინფორმაციით აეროპორტიდან სამშობლოში გააბრუნეს ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მეჰდი ტაჯი, გენერალური მდივანი ჰადაით მომბეი და მისი მოადგილე ჰამედ მომენი. ეს ირანში შეფასდა როგორც საემიგრაციო სამსახურის მიუღებელი ქცევა. ირანის დელეგაცია ვანკუვერში ფიფას კონგრესზე დასასწრებად მიემგზავრებოდა, რომელზეც 221 ქვეყნის სპორტული ასოციაციები იყრიან თავს, რათა 2026 წელს მექსიკაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამუშაოები გაიარონ. სკანდალები არც ამ შეკრებას აკლდა. იქ პალესტინის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა ხელი ჩამერთვა ისრაელელი კოლეგისთვის. ამას მოყვა ფიფას პრეზიდენტის განცხადება დარბაზში. We will work together, President Rajoub, Vice President Suleiman. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ პრეზიდენტო რაჯუბ და ვიცე-პრეზიდენტო სულიმან. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, მოდით ვიმუშაოთ ერთად, რათა მივცეთ იმედი ჩვენს ბავშვებს. ჩვენ არაჩვეულებრივი შეჯიბრი გვაქვს 15 წლამდე ახალგაზრდების, სადაც 221 ქვეყანას მოვიპატიჟებთ. ბავშვებს მთელი მსოფლიოდან გთხოვთ ვიმუშაოთ ერთად, თქვენ ამაში მთელი დარბაზის მხარდაჭერა გაქვთ. For that, please, we work together. You have my commitment. You have the support of the whole room. თავად ირანის ფეხბურთის ფედერაციის ტორონტოდან გაბრუნება კიდევ ერთი ნიშანია იმ პოლიტიკური გართულებებისა, რომელიც ირანის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას მოჰყვა. ეს ფიფასთვის დიდ თავისტკივილად იქცა. მას შემდეგ, რაც თებერვალში ამერიკამ და ისრაელმა თეირანთან სამხედრო კონფრონტაცია დაიწყეს.